ან ახლა ან ვერასდროს ამას ვერ გავაჩერებთ. ან საზოგადოება მოახერხებს დაირაზმოს ამ საფრთხის წინააღმდეგ და მშვიდობიანად ცხადია კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში და ჩარჩოებში შეძრებს იმდენი ძალის აკუმულირებას, რომ ხელისუფლება როგორც მინიმუმ დააფიქროს, ან ეს პროცესი თუ ახლა ვერ გაჩერდა, მე აღარ გაჩერდება და არ ვიცი, მე პირადად ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე იმ აზრს, რომ რაღაც მომენტში ეხა არა, მაგრამ მერე როცა დადგება კრიტიკული მომენტი, ხალხი იხურებს და რაღაცა მოხდება და ხშირად რაღაცა ბახტრიონს იშვერიებენ ხოლმე და ზოგი რას და მე ესე ვფიქრობ, რომ საფრთხე უკვე საკმარისად კრიტიკული სახით გვიდგას და თუ ვინმეს რამის თავი აქვს, ის ახლა ამოიღებს ხმას და ახლა გააკეთებს თუ რამე შეუძლია და თუ ახლა ვერ გავაკეთებთ, მერე და მერე ჩვენ არათუ мотивация არ მოგვემატება პრობლემის კიდევ უფრო მძიმე ფორმებით დადგომასთან ერთად, პირიქით ჩვენი ძალები შემცირდება, ამიტომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და თქვენ იცით, რომ უკვე დაანონსებულია აქცია სექტემბერში, 20 სექტემბერს იქნება დიდი გრანდიოზული აქცია და მანამდე ყოველ კვირა დღეს არის საინფორმაციო აქციები ჯერჯერობით თბილისში და რეგიონის მასშტაბითაც აუცილებლად იქნება ყველა რეგიონში და ერთი აქცია საინფორმაციო უკვე იყო გლდანში ახმეტელის თეატრის შესასვლელთან, ხოლო მეორე ახლა კვირას, ანუ ხვალ 19 ივლისს 7 საათზე საღამოს იქნება უკვე კიკვიძის ბაღში თუ სკვერში და შეგიძლიათ მობრძანდეთ, სხვა შორის აი ამ 20 სექტემბრის აქციისთვის მზადების პროცესში არის მთელი რიგი გარემოებები, ჩვენი ეს ბრძოლის სტრატეგიაც იხვეწება, არის სხვადასხვა გარემოებები და შესაბამისად ეს საინფორმაციო აქციები რომ აუცილებელი იყო, რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ახლა უფრო და უფრო ხედავთ ამის საჭიროებას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მობრძანდეთ, ადგილზე უფრო მეც გაიგებთ, ვიდრე თქვათ, ეხა ამ თუნდაც გადაცემის ყურებით, იმიტომ რომ კი, შეგიძლიათ აქაც გამოგზავნოთ შეკითხვები, მაგრამ ეს მაინც ვირტუალური ურთიერთობაა, ხოლო იქ უკვე უშუალოდ საინფორმაციო აქციაზე თქვენ პირისპირ შეგეძლებათ ნებისმიერს გნებავთ პარტიის ლიდერებს ან ნებისმიერ სხვას დაუსვათ შეკითხვა და პირისპირ რეჟიმში მიიღოთ პასუხი, ან თქვათ რამე თუ ინიციატივა გაქვთ, რამე იდეა გაქვთ, როგორ რა ფორმით შეიძლება, რა სტრატეგიით ვიმოქმედოთ ამ პრობლემის წინააღმდეგ, ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ვიყოთ აქტიურები და მოვიდეთ ამ საინფორმაციო აქციაზე და მივიღოთ ამ აქციაში მონაწილეობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა გადაცემის მსვლელობის მანძილზე, გააზიარეთ ჩვენი თხოვნა იქნება, იმიტომ რომ მე ყოველ გადაცემაში ვამბობ ხოლმე, ჩვენ ვართ შეზღუდული მოქალაქეებთან წვდომის თვალსაზრისით, ჩვენ ვაუწყებლობთ მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით, ამიტომ განსაკუთრებით რეგიონებში ცხოვრები ადამიანებისთვის შეიძლება ეს იყოს მნიშვნელოვანი, თქვენ გააზიაროთ ეს გადაცემა, მოიწონოთ, აი ამ ლაიქებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამიტომ მოიწონეთ, თქვენი მხრიდან ეს იქნება მეორე აგური ამ აქტიურობასთან ერთად ამ საქმეში და ამით თქვენ ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ზოგადად ამ ბრძოლაში და ამ პროცესში. დავიწყოთ გადაცემა. საფრთხის წინაშე ვდგავართ უკვე და ხელისუფლების სტრატეგია არის შეუმჩნევლობა, ან თითქოს საერთოდ არაფერი არ ხდება. ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას ძალიან ტკივა, როცა ამ პრობლემაზე ვინმე იწყებს ლაპარაკს. ეგრევე ჯერ რა თქმა რაღაცა იგნორის პოლიტიკა არ იმჩნევენ, თითქოს არც არაფერი არ ხდება. მერე რაღაცა გარკვეული მადისკრეტებელი კამპანიით ცდილობენ ხოლმე საზოგადოებაში მუხტის დაგდებას. სხვადასხვა, თუმცა ეს ერთი და იგივე წრეა, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ამ ყველაფრის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი უკვე ჩვენც გვაქვს და ხშირად წინსწრებად ვიცით ხოლმე ხელისუფლება რას გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამ ვერ შეძლოს პროტესტის გამოხატვა, დაორგანიზება ვერ შეძლოს და ერთ-ერთი მთავარი, რასაც
ხელისუფლება თავის პროპაგანდისტური საშუალებებით აკეთებს ხოლმე არის რომ საზოგადოებას ეუბნება, განსაკუთრებით ვინც რეგიონებში ცხოვრობს და თბილისში არ ცხოვრობს და საკუთარი თვალით ვერ ხედავს, აქ ყველაზე მეტად შეიმჩნევა ამ უკონტროლო მიგრაციის შედეგები, ხო? რომ ეუბნება რომ ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, სინამდვილეში ეს პრობლემა არის თითიდან გამოწვეული, არაფერი არ ხდება, დამშვიდით დაწნარდით, ეს 6 მილიარდი არაბული ინვესტიცია არის უბრალოდ ინვესტიცია და საქართველოს ეკონომიკური სარგებლის გარდა არაფერს მოუტანს და ამიტომ სანერვიულო არაფერი არ არის. ეს არის ხელისუფლების სტრატეგია. თუმცა ჩვენ ადამიანებს ვეუბნებთ, ჯერ ერთი ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია და ხელისუფლება როგორც წესი თუ კი რამე მართლა სასიკეთოს აკეთებს, ერთს 100-ად და 1000-ად აჩვენებს და არ მალავს და ამ შემთხვევაში ეს დამალული რატოა, როგორც მინიმუმ შეკითხვას აჩენს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი მზარდია, ჯიუტად აწვევიან იმას, რომ თურმე ეს არის კომერციული საიდუმლოება, მეგობრებო, ეს უკვე არის საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ ვინ გეკითხებათ, რა წერია ხელშეკრულებაში, არადა ეს ქვეყანა ხო ხალხს ეკუთვნის, ჩვენს მოქალაქეებს, ხო ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ თუ არ გვეკითხება, მაშინ აბა ვის ეკითხებიან, ხო? ამიტომ ეს როგორც მინიმუმ არის საზოგადოების ზურგს უკან მოქმედება, ის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა და მეორე არანაირი ჭიქაში ქარიშხალი მეგობრებო საქართველოში უკვე პრაქტიკულად დემოგრაფიული სურათი იცვლება. საკმარისია თბილისის ქუჩებში გაიაროთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროში ჩახვიდეთ, აეროპორტი ხო განსაკუთრებით და სხვა შორის ჩვენმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ალბათ თანამებრძოლიც არის ეს ადამიანები თავისით იღებენ და გვაწვდიან და ამ ვიდეოებს და ძალიან მნიშვნელოვანია მე ამასაც ვაჩვენებთ თბილისის აეროპორტშია მე მგონი ეს კადრები გადაღებული იქ კარგად შეიმჩნევა სინამდვილეში აქ ბალანსი როგორია ჩვენ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს მეგობრებო ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი დემოგრაფიულად მომაკვდავი და მთელი რიგი პრობლემების მქონე პლუს მოსახლეობისგან ვიცლებით ჩვენი მოსახლეობა ზირთად ახალგაზრდები, იმიტომ რომ სამუშაოდ ახალგაზრდები, შრომის უნარიანი ადამიანები, მოქალაქეები მიდიან და ამ მხრივ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. ამ ფონზე ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა რიგითი საფრთხე, ეს არ არის საფრთხე ბევრნაირი შეიძლება იყოს. ჩვენ ახლა რაზეც ვლაპარაკობთ, მეგობრებო, ეს არის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ამდენად რა გაგზერება ექნება ამ ყველაფერს და გადავრჩებით თუ არა არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე და ჩვენი უკუ რეაქციის ხარისხზე.